გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულის პირველი სასამართლო პროცესი ცნობილი კონსერვატორი, კომენტატორისა და აქტივისტის ჩარლი კერკის მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. პროკურატურა დაკავებული ტაილერ რობინსონის მიერ მეგობრისთვის გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინების შინაარს ასაჯაროებს და ამტკიცებს, რომ ბრალდებულის აღიარების დამადასტურებელი მტკიცებულება აქვს. ბრალდების მხარე რობინსონის სიკვდილით დასჯას ითხოვს, მას 7 დანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი. თეთრ სახლში ტრამპის აქტიური მხარდამჭერისა და კონსერვატიული ახალგაზრდული მოძრაობის ხელმძღვანელის მკვლელობას რადიკალ მემარცხენეებს უკავშირებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებმა ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციები ტერორისა და პოლიტიკური ძალადობის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. მათ შორის დასახელდა სოროსის ფონდი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ვიზების გაუქმება უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩარლი კერკის მკვლელობას საჯაროდ ზეიმობდნენ. 22 წლის ტაილერ რობინსონს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ამერიკელი კონსერვატორი, კომენტატორისა და აქტივისტის ჩარლი კირკის განზრახ მკვლელობაში. მას ასევე ადანაშაულებენ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაში, მოწმეებზე ზეწოლასა და ბავშვების თანდასწრებით ჩადენილ ძალადობაში. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ტყვიამ, რომელიც კირკს მოხვდა, არასრულწლოვანებს ჩაუფრინა. ბრალდების მხარე რობინსონისათვის სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებას ითხოვს. ამ პრესკონფერენციის შემდეგ მე მაქვს შეტყობინება სიკვდილით დასჯის მოთხოვნის განზრახ შესახებ. მე ამ გადაწყვეტილებას სრული სერიოზულობით ვუდგები. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მე ვიღე დამოუკიდებლად როგორც ოლქის პროკურორმა მხოლოდ არსებული მტკიცებულებების, გარემოებების და დანაშაულის ხასიათის საფუძველზე, რადგან ჩვენ ვითხოვთ სიკვდილით დასჯას, ბრალდებული დარჩება იუტას შტატის ციხეში გირაოს გარეშე. პრესკონფერენციაზე პროკურორმა მტკიცებულებების სახით წარადგინა ბრალდებულის სავარაუდო აღიარება და დნმ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის სასხლეთზე აღმოაჩინეს. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ რობინსონის პარტნიორმა მათ გადასცა ჩანაწერი, რომელიც ბრალდებულმა მკვლელობის დღეს კლავიატურის ქვეშ დაუტოვა. გამოძიების ინფორმაციით, რობინსონის პარტნიორი ტრანსგენდერია და მას რომანტიული ურთიერთობა ჰქონდა ბრალდებულთან. პროკურორის მიერ მედიისთვის წარდგენილი ჩანაწერების ნაწილი ასე გამოიყურება. მიატოვე, რასაც აკეთებ, ჩაიხედე კლავიატურის ქვეშ. მე მომეცა შესაძლებლობა თავიდან მომეშორებინა ჩარლი კირკი და ვაპირების გამოვიყენო. რა? ალბათ ხუმრობ. მე ჯერ კარგად ვარ ჩემო სიყვარულო, მაგრამ ორემში ჩავრჩი ცოტათი უფრო დიდი ხნით. მალე დავბრუნდები სახლში, მაგრამ ჯერ მაინც ჩემი თოფი უნდა ავიღო. სიმართლე გითხრა, იმედი მქონდა, რომ ამ საიდუმლოს სიკვდილამდე ან სიბერემდე შევინახავდი. ბოდიში რომ ამაში გაგრიე. რატომ? რატომ გავაკეთე? მისი სიძულვილი ყელში ამომივიდა. ზოგიერთ სიძულვილს მოლაპარაკებებით ვერ გადალახავ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ რობინსონი ჩარლი კირკზე თავდასხმას 1 კვირა ამზადებდა. ბრალდებული 16 სექტემბერს პირველად წარსდგა მოსამართლის წინაშე ვიდეო ჩართვით. მან თქვა, რომ კირკს ესროლა, რადგან მას ქვეყნისათვის საფრთხედ მიიჩნევდა. ბრალი ასევე წარუდგინეს რობინსონის პარტნიორ ადამ ჯონსონსაც, რომელსაც მტკიცებულებების დამალვა შეადანაშაულებენ. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჯონსონმა თავდაპირველად დამალა ზურგჩანთა, რომელშიც საბრძოლო მასალა და რობინსონის მობილური ტელეფონი იდო. პროკურატურას ამ დრომდე არ დაუსახელებია ჩარლი კირკის მკვლელობის კონკრეტული მოტივი. ბრალდებულის დედამ გამომძიებლებს უთხრა, რომ მისი შვილი ბოლო პერიოდში მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევარი გახდა და მხარს უჭერდა ტრანსგენდერების უფლებებს. ამის გამო ტაილერ რობინსონი მამასთანაც კამათობდა. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აგენტები ამჟამად იკვლევენ სოციალური მედია პლატფორმა Discord-ის ჩატში გამართული საუბრების მონაწილეთა ვინაობას. კეშ პატელის თქმით, ამ ჩატში 20-ზე მეტი ადამიანი იყო. ჩვენ სრულად და ყოვლის მომცველად ვიძიებთ ჩარლის მკვლელობას და ვამოწმებთ ყველა ვერსიას, რომლებიც დაკავშირებულია უფრო მასშტაბური ძალადობის ბრალდებებთან. ჩვენ ვიღებთ შედეგებს, რომლებსაც სათანადო დროს გავასაჯაროვებთ. ტრამპის ადმინისტრაციაში ჩარლი კირკის მკვლელობას კვლავ რადიკალ მემარცხენეებს უკავშირებენ. კირკის პოდკასტში საუბრისას, რომელიც თეთრ სახლში ჩაწერეს და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი JD Vance უძღვებოდა, ამერიკის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ თქვა, რომ მთავრობის ყველა სტრუქტურა იქნება გამოყენებული უზარმაზარი შიდა ტერორისტული მოძრაობის გასანადგურებლად. მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს არაკომერციული ორგანიზაციების ქსელი, რომლებიც მათი მტკიცებით ჩართულები არიან სამართალდამცავებზე თავდასხმების ორგანიზებაში და მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეებს მასალას აწვდიან. ამავე პოდკასტში JD Vance-მა კიდევ ერთხელ მოითხოვა იმ მოქალაქეების პასუხისგებლობის დაყენებაც, რომლებსაც ჩარლი კირკის მკვლელობა უხაროდათ. ამასთან ერთად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა სოროსის ფონდი, ღია საზოგადოება და ფორდის ფონდი დაადანაშაულა ჟურნალ Nation-ის დაფინანსებაში, სადაც მისი თქმით ჩარლი კირკის შესახებ აღმაშფოთებელი სტატია გამოქვეყნდა.
უკანასკნელი გზავნილი, რომელიც ჩარლიმ დამიტოვა, სიკვდილამდე ერთი დღით ადრე იყო ის, რომ ჩვენ გვჭირდება ორგანიზებული სტრატეგია, რათა დავიწყოთ იმ მემარცხენე ორგანიზაციების დევნა, რომლებიც ძალადობას უწყობენ ხელს ამ ქვეყანაში. ჩარლის ბრას, ჩვენს მთელ ბრას, რომელიც გვაქვს იმ ორგანიზებული კამპანიის მიმართ, რომელმაც ამ მკვლელობამდე მიგვიყვანა, გამოვიყენებთ ამ ტერორისტული ორგანიზაციების ქსელის ამოსაძირკვად და დასაშლელად. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ჩარლი კირკის მკვლელი პასუხს აგებს და რაც მთავარია, ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მემარცხენე ექსტრემისტების საოცრად დესტრუქციული მოძრაობის შესახებ, რომელიც ბოლო წლებში გაიზარდა. და მე მჯერა, რომ ის არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მოკლეს ჩარლი. როდესაც ვსაუბრობ თუ როგორ უნდა დავშალოთ ეს მოძრაობა და როგორ მოვიტანოთ რეალური ერთობა და ასეთი ერთობის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმართლეს ვიტყვით და ყველას ეცოდინება, რომ შეუძლია საკუთარი მოსაზრების გამოთქმა, ისე რომ მას სიტყვას მკვლელის თოფი არ გააწყვეტინებს. ორივე ფონდში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ ვენსის მიერ ნახსენებ ჟურნალს დიდი ხანია აღარ აფინანსებენ. სტატიის ავტორმა სახელწოდებით კირკის მემკვიდრეობა არ იმსახურებს გლოვას, ელიზაბეთ სპირსმა კი თქვა, რომ პუბლიკაციაში ღიად არის ნათქვამი, რომ განსხვავებული მოსაზრებების გამო ვინმეს მკვლელობა დაუშვებელია. ტრამპის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კირკის მკვლელობას გამოიყენებს საბაბად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში. როიტერისა და იფსოსის მიერ ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ყოველი 3 ამერიკელიდან 2 მიიჩნევს, რომ ძალადობის გახვივების მიზეზი ის ხისტი რიტორიკაა, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკაზე საუბრისას ხშირად იყენებენ. ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ ჩატარებული გამოკითხვებიდან ირკვევა, რომ ასე ფიქრობს მკვლევაში მონაწილეთა 73%. ამასთან ერთად ამერიკელების უმრავლესობა 79% ამბობს, რომ ბოლო 20 წელიწადში ამერიკელები ნაკლებად ტოლერანტულები გახდნენ განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამოქალაქეები. 76% კი შიშობს, რომ პოლიტიკური მოსაზრებების გამო ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა მათი ახლობელიც გახდეს. ამერიკის ოფიციალური პირები ჩარლი კირკის მკვლელობას ამერიკის შეერთებული შტატების უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მკვლელობად აფასებენ. შემდეგის ხდომა ამ საქმეზე ჩანიშნულია 29 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ 1979 წლიდან იუტას შტატში სიკვდილით სულ 7 მსჯავრდებული დასაჯეს. განაჩენის აღსრულება მოხდა დახვრეტის გზით, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისათვის შედარებით იშვიათი მეთოდია.